ან აქ ან თბილისშიც აქვს ფილიალი და იქ აუცილებლად ვიქნები სტუმრად როგორც შაურმა. ტომ ჰენქსი თუ რა ქვია? ტომ კრუზი რო ხტება იქიდან რაღაც მაღალი კლდიდან. დათა ბოლოს ყველაფერს შეჭამს რაც დევს. თუ არა და გადაიპარსავს წარბებს. შენს პრინციპში ეხლა არ იცი თორე შენს ხო ნახავ ამ ვიდეოს და გაიგებ. საღამომშვიდობისა, ასე მოგესალმებით, იმიტომ რომ გარეთ ესეთი დროა, წინა საახალწლო სიტუაციაა, სახეზეც მეტყობა როგორი ბოლოდინია ახალი წლის, მაგრამ მე გარაფერი იმეც ვიტოვებ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უსთაველზე როდგანან იმ ხალხსა. თქვენსკენა ვარ, აი მუშტი და აი გული თქვენ. ლაგოდეხში ვიმყოფები, იმიტომ რომ აქ მდებარეობს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ობიექტი. შაურმის სახლი ლაგოდეხში, კოსტავას 15 ნომერში არის ეს ყვებითი ორგანიზაცია და გარკვეულწილად ესეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, როგორც კი რამე სიახლე იქნება ამ ობიექტზე, ვიღებ ზარს და მივდივარ და ამ ყველაფერს მიმოვიხილავ. დღესაც შიდა სამზარეულოს ეგიდით ვიმყოფები აქ. სიახლე გახლავთ ის, რომ დაემატა მენიუში რამოდენიმე მიმართულება, კერძოდ თათმის ფრთები, ნაგეტსები, ვაიცები და ასე შემდეგ. კლასიკური მენიუდან ძირითადად ვიცით, რომ ქათმის მიმართულება არის აქ. ქათმის ყველაფერი აქ არის, ადგილზე არის, ჰოტ-დოგებიც, ასე შემდეგ, მექსიკურებიც. დღეს კეთილშობილური მისია მაქვს, რომ უკვე შიდა სამზარეულოში შევიდე და რამე ერთ-ერთი კერძი მომამზადო. მოვილაპარაკეთ ჩვენ და აკაურობის ბატონ პატრონი ვინ რა კერძს გააკეთებს და შესაბამისად სამ კერძს მოვამზადებ, ერთს მე და ორს აკაურობის მეშაურმე და შევთავაზებ სტუმრებს. სტუმრებიც თბილისიდან გამომყვნენ, ცალ-ცალკე მანქანებით მოძრაობდით, ცოტა ხანში ისინიც შეფერხდნენ სადღაც ბადიაურთან, ასაგები მიზეზების გამო. ყველა ვიცით რატომ სტუმრები გახლავენ ჟონზიკა და ბიტმეიკერი დათა ორივე ნამყოფია ჩემს გადაცემაში სტუმრად მომეწონენ თუ როგორ გაართოს თავიანთ საქმეს და შესაბამისად დავპატიჟე კიდევ ერთხელ. ხო და სანამ სტუმრები მოსულან, ეხა უცებ ჩამოვყალიბდებით, რას და როგორ ვაკეთებთ და მერე სამზარეულოში ფუსფუსსაც განახილავ. ფუსფუსი აქ გარეთ ხედავთ როგორიც არის. საღამოს პირია, განათებული, მომზადებული წინა საახალწლო სიტუაცია. სანამ სამზარეულოში შევიდოდე, მაგერ აძვისხე სიტუაცია აქ ირგვლივ რა ხდება. ჯერჯერობით ფარღალალად არის, მაგრამ სულ მალე სადღაც ახალი წლის შემდეგ აქ ეს ყველაფერი შეიმინება, შესაბამისად გარე პერიმეტრის დათმება. ეგეც ახალი ინფორმაცია. ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაემატება delivery service და აქ ლაგოდეხში ვისაც სურვილი ექნება. აქედან რამე ნებისმიერი ისთვის საყვარელი პროდუქტის ამოძახებისა ისარგებლებს ამოძახების სერვისით. ეხა მართლა სამზარეულოში, იმიტომ რომ ორთქლი პირიდან ხედავთ. იქ შედარებით ალბათ სითბო იქნება. კლასიკური შაურმა მზადდება. წიწაკა, ხახვი, პომიდორი, მწვანილი, კეჩუპი, მაიონეზი, ლავაში და რა თქმა უნდა ქათმის ხორცი. ყველი შაურმაში გამოიყენება კეჩუპი, მაიონეზი, მწვანილი, პომიდორი, ლავაში და რა თქმა უნდა ჩვენი ცნობილი ქათმის ხორცი. ყველის და კარტოფილის შაურმის გაკეთება, რომელიც მე წილად ხვდა, აქ კლასიკურად მზადდება ამ ინგრედიენტებით. წიწაკა, პომიდორი, ხახვი, მწვანილი, კეჩუპი, მაიონეზი. გამოდიოდა იქიდან რომ მე რაღაც ჩემი ორიგინალური უნდა გავაკეთო, გადავწყვიტე соуსი, ოვიგონო, პრინციპში რა მოგონება უნდა. соуსი გამოვიყენო, მხოლოდ არა კეჩუპი, მაიონეზი და მგონია რომ ძალიან მოუხდება ყველს და კარტოფილს გებჟალია соуსი. ცალკე ხა მომამზადებ გებჟალია соуს, შევაცივებ ცოტა ხანი და შემდეგ ავაწყობ ამ ინგრედიენტებიდან შეიძლება ცოტა ოდრა მწვანილი გამოვიყენო. მეტი სხვა არა. შეუდგებით მე და შეფი ახლა საქმიანობას.
ესე იგი, რათა მე ჩემი დუბლიორით ვარ წარმოდგენილი, გოჩა მანუელიძე. ჩემი დუბლიორი. კი, იმიტომ რომ მე მარხვაზე ვარ, ვერ ვჭამ. კიდე რასაც თქვენ გასინჯავთ, ყველა კერძი ვიცი რა არის და რა იქნება, ასე რომ მე უბრალოდ შევჭამ და შენ იყავ ისეთ ფორმატში რომ მკითხო რა გემოა და მე ყველაფერს გულწრფელად გეტყვი. შონზოს გემოვნება დაახლოებით ვიცი შაურმებში და ამიტომ სწორად დავუსვამ კითხვებს, შენი დახმარება დამჭირდება და მე მგონია რომ გამოვიცნობთ რომელია შონზოს გაკეთებული. შონზოს გემოვნება დაახლოებით ვიცი მე. მგონია რომ რაღაცას ვიზავს. რამოდენიმე შეკითხვას დავუსვავ დასაწყისშივე და მაქედანვე უკვე აი 50% მეცოდინება რომელია ზაზ გაკეთებული. მარხვის შემდეგ აუცილებლად ანა აქ ან თბილისშიც აქვს ფილიალი და იქ აუცილებლად ვიქნები სტუმრად როგორც შაურმა. თავს ძალიან უხერხულად გძნობ, მაგრამ რა ვქნა, შენს გამო ამდენ შაურმა შევჭამ. თვალებში არ შემოგხედავ და ისე შევჭამ კვირდა. აი, ბოდიში რომ ესეთ მარხვაში გიწევს ესეთ პირობებში მუშაობა, შონზიკ არა უშავს ისთვის ხარ ჩემი დუბლიორი, იმისთვის რომ ესეთ მომენტებში მე მახსოვს შეუსრულებელი მისიის გადაღების დროს, როდესაც მე ტომ ჰენქსი თუ რა ქვია ტომ კრუზი რო ხტება იქიდან რაღაც მაღალი კლდიდან. სინამდვილეში ტომ კრუზი არ გადამხტარა, მე უნდა გადამხტარიყავი, ჩემი როლი იყო ეგ და მე ჩაგელაცვლე. ხო და ლაშა ანუ მე წონის გამო ვერ ვქენი, იმიტომ რომ შენ წონასო პარაშუტს რო გაშლიო ვერ გაუძლევს და ლაშა როგორც ჩემი დუბლიორი გადახტა. ძალიან ექსტრემი იყო, მაგრამ შონზიკას გამო ყველაფერს ვიზამ. მოკლედ დაველოდოთ შაურმებს, უბრალოდ დაველოდოთ რა დაელოდეთ შაურმებს. გვაქვს სამი შაურმა გასასინჯი, ერთი არის კლასიკური ჩვეულებრივი, ერთი არის ყველის შაურმა და ერთი არის ფრიდა ყველის შაურმა. ასევე ხორცი აქვს, ამათი რა ცნობილი, ძალიან ცნობილი არის ქათმის ხორცი. ქათმის ხორცი არის გამოყენებული ორ შაურმაში და ერთში არის ფრიდა ყველი. ით იწყებ? კლასიკურით დავიწყებ. აი, ჩემი დუბლიორი კლასიკური დაიწყებს. მიდი, აბა, დაიწყეთ და მე დაგისვავ კითხვებს რა გზაში რაღაცებს მაინტერესებს. შენ სხვათა შორის შენც მინდა რომ გემოს თვალსაზრისით რაღაცები შეამჩნიო და გადა როგორ იქნება მაინტერესებს. ძალიან გემრიელია რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ესეთი შაურმა მიყვარს რა, მე სისვალეს რო უშვებიან, როგორც ქვია, ძალიან გემრიელი ხორციც რა ვიცი, მომყვება ბოლომდე. შონზოს ყველაზე მეტად არევასება შაურმა, რომელშიც არის კეჩუპი და მაიონეზი. სულ საუბრობს, რომ მოდი რაღაც შაურმაზე რომ მიდგება საუბარი, რაღაც თავისი соуსი უნდა კონდეს, არსად კეჩუპ და მაიონეზს არ უშვებიან და რაღაცებს ბატონს. კეჩუპი მაიონეზი აქვს, ხო? კი. კეჩუპით გემო მაინტერესებს, მოდი სულ. ცხარე მიყავს და ცოტა соуსებს იმას მიშვება რა. ხო, ცხარეც ევასება სხვათა შორის რო იცოდი. ანუ შენ წიწაკა არ ჩაგიკვეჩია და ისეა ცხარე? არა, ჩავკვეჩა. პირველივე ეს. კეჩუპის გემო იგრძნობა. აი, ნახე. კეჩუპი და მაიონეზი. ნახე მაიონეზი ჩანს და კეჩუპი არის. ყველის შაურმაზე გადავალ. კეჩუპი მაიონეზი აქვს? კი. შემახედე. აი ნახე, ეხა უყურე, დათა შენ შეხედე. კეჩუპი თუ აქვს? აი ეს არის კეჩუპი. ესეთი ფერი, არაფერი არ ყოფილა. არა. კლასიკურში არ ყოფილა. არ იყო. ჩემი აზრით ეს უნდა გამოვრიცხოთ. ეს თუ კეჩუპით და მაიონეზი არის. უნდა გამოვრიცხოთ შონზოს გარდა. მაშინ უნდა გამოვრიცხოთ. აი ნახე ბიჭო. ძალიან ბევრია. ეს ხوار გვატყუებს ვერ გამოვრიცხოთ. მე მგონი, ლაშა. შეხედე, იმიტომ კეჩუპი აქო იძახდა წეღანდა. შეხედე, კეჩუპი რა ფერია? ის მაიონეზი იყო ძმაო მარტო გეუბნ. კეჩუპია ეს. წეღანას კეჩუპიო იძახდი და შეხედე, ეხა უყურე. ამას შეხედე, დათა შეხედე. ამაზე იძახდა კეჩუპიაო და შეხედე, ეხა კეჩუპიანს და ამას. ამას არ აქვს კეჩუპი. მარტო მაიონეზი არის ამაში. ამას იმენა არ აქვს კეჩუპი. მე ვფიქრობ, რომ ყველის შაურმა ხო. უნდა გამოვრიცხოთ შონზოსი 98% დარწმუნებულია რომ არ იქნება. ჟავე კიტრი, ზეთის ხილი, არც ერთი. მწვანე ხახვი, რამე ეგეთი ხო არა? აი. კლასიკოს უბრუნდები მარტო იმიტომ რომ შევადარო რა. აბა რამე სხვა ინგრედიენტს თუ დაინახავ კიდე მაინტერესებს თუ მოვა გემო რა. გარდა იმისა რომ კეჩუპი არ აქვს. მე კლასიკურს დაუბრუნდები ისევ და რა მე მგონი და თქვა ეხა ზუსტად კეჩუპი აქვს თუ არ აქვს. მე პირდ გულწრფელად რო გითხრა მომყვება მაიონეზის გემო და კეჩუპის გემოც. პამიდორში ხო არ გერევა? პამიდორი კარგად აქვს. პამიდორი ბლომადაა. შეიძლება პამიდორია და გონია რომ მაგიტოა კეჩუპი. ეს გვაკიდე წინ რა. უხორცოა ხო? კეჩუპი ამასაც არის. არც მაიონეზი.
უეჭველი? მე მგონი ეს ურევია. ძალიან უცნაური გემო აქვს. შეიძლება მოსხმულია ყველზე მაგალითად. ყველზე აირანი არ ამგონია. ძალიან უცნაური გემოა. ეს კარტოფილია ვიცი თუ რა. ეს წვანილია? წვანილი არის, ხო, ეს წვანილია. დამწვანილია გემოთ შეგიძლია? ვერა. გემო მე ვერ ვიტყვი. მაიონეზი არის? ვერ გავიგე მაიონეზია თუ რა არის. ძალიან უცნაური გემოა ხომ. მაშა შენ რას ვიქნი? მაიონეზი აქვს იმას? ვაფშე соуსი არა აქვს? ძალიან უცნაური გემო აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ არ გამისინჯია. გემრიელია, ძალიან გემრიელია, просто გულსვლა რო გითხრა, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ჩემი რეცეპტორები ვერ ხვდება. მაიონეზი აშკარად არ არის. კლასიკური, ჩემი აზრით, ანუ რა გემოებიც არის, რაც უყურებთ. მაიონეზი უეჭველი აქვს, ჩვეულებრივად ქათმის ხორცია, ყველაფერი ინგრედიენტები, რაც კლასიკურ შაურმაში მოდის და მე მგონი რომ კეჩუპიც აქვს, on ცოტა. ყველისაში ყველაფერი არის, მაიონეზსა და კეჩუპიც არის. აი ამაზე შონზი ვერ გეტყვი, соус ვერ ვიცნობ. შეიძლება არ აქვს соуსი მაგას. და just ყველი, просто ყველია. აი ნახე, აქვს соуსი, აქვს. აშკარად აქვს. შენ შონზო რო შემოგვიერთდება, შეგიძლია დაგტოვო, დათა ბოლოს ყველაფერს შეჭამს რაც დევს. თუ არა და გადაიპარსავს წარბებს. ბაშა, მადლობა. და როდესაც ფილმში გამჭირდები, დაგირეკავ აუცილებლად. აბა, როგორ მოგეწონათ პირველ რიგში აქაურობა? შვენიერი ადგილი არის, ოდნავ ცივა, მაგრამ ეს გამოსწორდება. სამბავს იგივე მოვაყოლებ ინფორმაციას, რომ ცოტა ხანში ეს შეიმინება ზიანად და შესაბამისად ტერიტორიაც ჩათმება. ამიტომ ეგ შემდეგ ჩამოსვლაზე მაყურებელსაც გეტყვით, რომ ეგ პრობლემა აღარ იქნება. კიდევ კიდე მე მაინტერესებს, ანუ ლაგოდეხში გამოძახების ვარიანტი თუ არა, რამე გამოსაზახებელია თუ თავისი აქვს თუ როგორ? ეგ ინფორმაცია მაყურებელმა უკვე ნახა, რო გავაჟღერე. შენს პრინციპში ეხლა არ იცი თორე, შენც ხო ნახავ ამ ვიდეოს და გაიგებ. კი, გამოძახების სერვისი ჩაირთვება 3 იანვრიდან შეიძლება ლაგოდეხის მკვიდრს ნებისმიერს, ვისაც მოწონს ეს საშაურმე, გამოიძახოს, გამოძახების სერვისი მუშაობს. შაურმები როგორ მოგეწონათ? შაურმა იყო საინტერესო. მები. ძალიან საინტერესოები, კი ბატონო, ყველაზე ძალიან მომეწონა კლასიკური, ცოტა განსხვავებული იყო, მაგრამ მაინც ყველაზე ძალიან მომეწონა კლასიკური. პირველ ადგილზე კლასიკური, მეორეზე ყველის მდნარი ყველით და მესამეზე ყველი და ფრი. ყველი და ფრი, ხო, იმიტომ რომ რაღაც ის დამაკლდა მე პირადად გემოვნების ამბავი არის, მაგრამ ცოტა სისველი დამაკლდა სავით, ხორცი რა თქმა უნდა დამაკლდა, მაგრამ აი ვინც ხორცს არ ჭამს, მე მგონი იდეალური იქნებოდა. პირველზე გავიდა კლასიკური დათას პრინციპი. კლასიკური გავიდა, ყველიანი შაურმა იყო სტანდარტული, ანუ არაფერი განსაკუთრებული, იმას გულისხმობ, რომ რამე ისეთი არ იყო, შეუძლებელი როგორც უნდა ყოფილიყო, იყო და ბოლოზე გავიდა, რომელიც შენ გააკეთე, ანუ ფრი და ყველი. აი, მეორე კითხვის დასმას აზრი არ აქვს. გადაწყვეტი. იმიტომ რომ ორივემ გადაწყვეტილება გითხარით, კი? არ ვიცი. მაგრამ საჭირო არგუმენტაცია მის. რატო ფიქრობთ სამივენი? ხო ამ შემთხვევაში? მე პირადად არასდროს არ მინახავს, გიომაც თქვა ეგრე. არასდროს არ მინახავს შენ რომ ჭამდე კეჩუპს. ხო. ოდესმე, სადმე. არასდროს აძაგებ მე. ხო, ანუ ვიცი რომ არ მოგწონს ეს. არც ერთ ქვეყანაში მე მგონი საქართველოს გარდა შაურმაში კეჩუპს და მაიონეზს აუშვებიან. ყოველთვის შაურმას აქვს, ყველგან სადაც არ უნდა მიირთვა ევროპიდან ახალ ჩამოსულო კაცო და ამოწმე. რომ შაურმას აქვს თავისი სპეცსოუსი, შაურმის соус და ძირითადად საშაურმეები შეჯიბრი სხვა ქვეყანაში მიდის, ვინ უკეთეს სპეცსოუსს გააკეთებს. ჩემი აზრით, შენ რაღაც соуსი მოიფიქრე, აი მაგალითად არაჟნით, რომელიც ცოტა სკელი იყო და ამათმა ვერ იკაიფეს, რომ ეს იყო სველი. მე ასე ვფიქრობ. ირიქს უფრო ცხელი იყო. აი, ახსნი კარტოფს. უბრალოდ შეიძლება საკმარისი რაოდენობის ვერ მიიღო, იმიტომ რომ ჯერ ლავაშზე გადაუსვი, მე ეს ინგრედიენტები რაც მოვრთე, მე ზევიდანაც მოვასხი. და ეს соуსი იყო სულგუნი გადახვეული, რა ძიდება ის соуსი იყო. ემჟალის соуსი. რითი შედგება? რძე, არაჟანი, ნადუღი, დაფქული წიწაკა, გაგისქელდა? მარილი და პიტნა. სხვა დროს ალბათ მეც თუ უზამ, მეტად დაასველებს. ანუ საკმარისად სველი არის, ხო? სისველე საერთოდ არ იყო, ანუ არაჟნის ის უფრო წაკრავდა, ასე ვთქვათ, რომ აი მეგონა რომ არა. აირანი ხო არ მოასწავლა. აირანი ხო არ არის თქო, მოსხმული თქო, ეგ ანუ კლასიკური გემჟალია соуსი იყო ერთ სიტყვით. გილოცავთ რას იმას რომ აქ რო ჩამოხვალთ მეორეჯერ შაურმის საჭმელად და აქ მოხვალთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვაგან ლაგოდეხში შაურმა არ იჭმება. დაგხვდებათ მენიუში ფრი და ყველის შაურმა შონზოს რეცეპტი.
ანუ ჩვეულებრივიც დაგვხდება, რასაც შეფი აკეთებს. და დაგვხდებათ ასევე მეორენაირი შონზოს რეცეპტი და იმაში იქნება შიგნით გებჟალის სოკი. მადლობა რომ ამ ხელა გზაზე წამოხვედით და აქ მოხვედით ჩემთან სტუმრად. ჩვენ მორიგ ადგილას შევხვდებით, დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. ვიქნებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. საქართველო უდრის ევროპას. შეხვედრამდე.